მოგესალმებათ შაბათის მეთაღი. დღეს მინდა ვისაუბრო თუ სად, როგორ, რა პირობებით, რა გავითვალისწინოთ სცენარების გადარგვისას, ვიცით რომ გადარგვის პერიოდია, კრეჭის პერიოდია, მოგიყვებით როგორ მივცეთ ფორმა ფიჭვს, აგრეთვე ერთ მავნებელ სცენარეზე მოგიყვებით, გაჩვენებ, აგრეთვე მექნება როგორ ავირიდოთ დაბარვა თავიდან. ამ მეთოდებზე მოგიყვებით დღეს. ეს არის ფიჭვი, უმილიო, ჯუჯა ფიჭვია. მისი ფორმირება უნდა დაიწყოთ თავიდანვე. ხომ ხედავთ წამოზრდილ სანთელს. სანამ ეს გახევდება, ესე უბრალოდ ხელით, არა მაკრატლით, არანაირი ინსტრუმენტით, რამ სიმაღლეზეც გინდათ, სუბუქად გადატეხეთ, ამით წიწვებიც არ ზიანდება. აქედან ეს გაიყოფა და 2-3 ამოვა და უფრო ბუთხუზა ბუჩქი გექნებათ. რომ გავაგრძელოთ. იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ ნაძვზე, აქ უკვე 3 ამოდის, ამას შევეშვები. პატარაზე დავაჭრი თავებს. ძალიან ადვილია. რაღაცაში იყენებენ ამას კიდე. ნაყენს აყენებენ. გაგუგლეთ, ნახეთ. გამოვიყენოთ სიკეთეები, რომელსაც გვაძლევს ჩვენი ბაღი. აი აქ გამოვიდა ნარცისები. ჩემი რძლის დედამ კროკოსმები ჩამომიტანა გურიიდან. როგორც ჩანს, იქ ნარცისები იყო შერეული და გამოყვნენ. აქ მე ვერ ხედავ საერთოდ, აი, ზოგკითხრათ როზარიუმშია, როზმარინის უკან. აი, აქაც დაითესან გამარგვლის დროს და მაგ ბოლქვები რას გაიგებ? აი, აქაც ამ ზამბახებს შორის. ხო და ეხა ვაკვირდები. სად გადავიტანო? რომ მე ამ დროს დავტკბე, თან ამ დროს რატო გადამაქვს? რომ ვიცოდე, სად არის მცენარე, ადგილი სად მაქვს, სად მაქვს ეგრეთ წოდებული focal point, ანუ რო ვზივარ, სად ვიყურები ამ დროისთვის. ძირითადად შევამჩნიე, რომ ჯეჯერობით ვერანდაზე არ ვზივარ, შეიძლება იმის ბრალია, რომ სუწვიმს და ქარებია, მაგრამ მაინც ვერანდიდანაც რომ დავინახო. თან ხომ ვიცით რათვისება აქვს ბოლქოვა მცენარეებს, კერძოდ ნარცისს, რომ გადაიყვავილებს მერე უნდა გადავრგოთ. ეხლა კარგი დროა შევარჩიოთ ფერთა გამა, ნიადაგი როგორიც უყვარს. და რომ მცენარეს უხდება, თან მე რომ დავინახო და როგორც ვიცით, ეს რომ დაამთავრებს ყვავილობას, მარტო თავები უნდა წავატეხოთ და ვაცალოთ ფოთლები თვითონ დაჭკნენ. ამ პერიოდში საკმაოდ შეუხედავია. აი ვფიქრობ, აი აქ ჩავრგა. ჯერ ლილი არ გაზრდილა. იმას შინცაც ალბა სიბირიკას პატარა ტოტები აქვს, ეს გაიზრდება და დამიფარავს აქ რაც იქნება წამოზრდილი და რო შევხედოთ თან როდესაც აიუგა ყვავის შეხედეთ აი აქედან მინდა დავინახო აი მეგონ ლამაზი იქნება მერე დაიფარება ბუნებრივად დაჭკნება ფოთლები და მეც ხედველობაში არ მომხდება ფოთლები რატო უნდა დაჭკნეს რაც ბოლქმა მისცა ენერგია და საკვები ნივთიერებები ბოლქს რომ ბოლქს კი არა ტოტებს წამოზრდილი ყვნდა ეყვავილად ხა უკან უნდა ჩაბრუნდეს და ბოლქვი გასუქდეს გაძლიერდეს აი აქ არის ჩემი
მოსაჯდომი ადგილი. ფიქრობ ლამაზი იქნება. ან შეიძლება ცოტა ალბასიბირიკას უკან. აი, ცოტა შევავიწროებ აი უკას, აი აქ. მაგრამ ჯერ უნდა დაჭკნეს თლიანად, რომ გადმოვიტანო. უკან ადგილი შერჩეულია. როგორ აყვავდა იასამან. უი, ზამბახი. მაგ უფრო ღია ზამბახი მქონდა. და მე მგონი ის უფრო უხდებოდა. თუმცა აი ეს ზამბახი რაც უნდა გაგიკვირდეთ, ფოთოლს მწვანედ ინარჩუნებს მთელი ზამთარი. ამ ზამთარს თუ გახსოვთ მაღალი თოვლი იყო, თან მარჩი განსაკუთრებით იყო თოვლი, ესეთი სველი. ეს მწვანე ფოთლები სულ დააწვინა. მაინც გამოცოცხლა, მაინც წამოდგა. ყვავილობას იწყებს არმერია. იცით რომ ეს ჩემი საყვარელი ყვავილია. აი მეორე ზამბახი, ეს არის ძველი. ბებიას ბაღიდან წამოვიღე, გაჩვენებთ. აი შეხედეთ. ვფიქრობ ეს ფერი უფრო უხდებოდა. ეხლა თუ მივაქცევთ ყურადღებას აი ამ კომპოზიციას. წინ არის არმერია, ვარდისფერი, უკან თეთრი, პირთეთრა. ჯერ არც ერთი მათგანი ძალაში არ შესულა. ანუ ბოლომდე კვირტები არ გაუხსნიათ, ვიცით რომ ვარდისფერის და თეთრის კომბინაცია არის კლასიკა. ესენი ერთდროულად იქნებიან ეფექტურები. მაშინ როდესაც აი უკან რო ხედავთ ყვითელ ალისუმს დაამთავრებს ყვავილობას და გადავჭრი. ხო ვიცით, ყველა მცენარე ისხლება, იჭრება ყვავილობის შემდეგ. ეს ნიადაგმფარავები მით უმეტეს, როგორც კი ყვავილობას დაასრულებენ, უნდა გადაჭრათ და დამჩება წინ ვარდისფერი და თეთრი. კიდევ ერთი მომენტი. არმერია არ ასრულებს ყვავილობას ყინვებამდე. მე პირთეთრა უფრო ადრე დამიმთავრებს ყვავილობას და ძალაში შევა. აი, უკან თუ ხედავთ, ალისუმის გვერდზე მწვანე გრძელ ყლორტებს, აი, კამპანულა თეთრი. ანუ მე დამჩება ისე ვარდისფერი, თეთრი კომბინაცია. გვერდზე მაქვს ვარდი, კამპანულა რო დაასრულებს, ვარდი შევა ძალაში, თუმცა ეს ვარდი, ედემის ვარდი, ყველაზე პირველი იწყებს ყვავილობას, ყველაზე ბოლოს ასრულებს, ამთავრებს და თუ გახსოვთ, მე ძალიან კარდინალურად გავსხარი და შენიშვნაც მქონდა, ნუ ხვიარა ვარდია და რას უშვებიო. ეს ძლიერი ხვიარა ვარდია მართლაც და თუ გახსოვთ და თუ ნახავთ ამ ვიდეოს ედემის ვარდის გასვლას, ხო? მე წინ აი აქ გითხარით, რომ ვერანდის ადგილი მაქვს და გძელი წვრილი ტოტები დავუტოვი ამ ვარდს. ეს არის მისი სპეციფიკა. წვრილ ტოტებზე ყვავილობს. და გითხარით, რომ პირველი ეს შევა ყვავილობაში, შემდეგ დანარჩენი დაეწევა, ამასობაში ქვემოთ რომ გადავჭრი თავებს რომ მოვაჭრი, ეს კიდე მეორედ მომცემს ყვავილობას და ამით ვაგრძელებ ყვავილობას. მაშასე, ესე იგი, ფერთა გამა აქ შენარჩუნებული მაქვს. დაასრულა ვარდმა ყვავილობა, ხო? უკვე ძალაში შემოდის. თეთრი მარადმწვანე შროშანი, ლილია, კანდიდა. უკან მაქვს აი პატარა ცხვირები რო აქვს წამოყოფილი. ლილიები, სამი სახეობის, უბრალოდ სამი დასახელების ერთი სახეობის, ყველას აქვს ლოტოსის ფორმის ყვავილი, მაგრამ არის ფერების შემდეგ ისევ თეთრი ვარდისფერით, ვარდისფერი თეთრით.
დაასრულა ამათმაც ყვავილობა, მათაც დაასრულეს ყვავილობა. შემოვა ღაჟღაჟა კროკოსმია ქვევით და ლურჯი სახელი დამავიწყდა. აი ეს პატარები ყაყაჩოს ქვეშ რომ არის, ეს ბუნებრივი აქაური ყაყაჩოა და არ მოვაძრე დაითესოს. მაგრამ უყურეთ კიდევ აქ რა ხდება. ჯერ წესით ვარდამდე უნდა იყოს, როგორც ვიცით, იორდასალამი, პიონი. მაგრამ ეს ახალი ჩარგულია და წელს ან იყვავილებს, ან არა, ამ გაზაფხულზე ჩავრგე. სამაგიეროდ ვარდი რომ დაასრულებს ყვავილობას, აი შემოვა ყვავილობაში ისევ თეთრი, ეს პირთეთრას დაასრულებს, თეთრი ვანილა ფრაის ჰორტენზია საგვილა, რომელსაც უკვე სადღაც აი აგვისტოში ექნება წითელი ცხვირები, ვარდისფერი ცხვირები. ასე რომ მე მგონი გასაგებია, მეუბნებიან რომ აი ვერანდიდან რას ხედავო, წინიდან არის ლამაზიო კლუმბაო. რატო? წინიდანაც დატკვეს ხალხი, მე ღიაღობეები მაქვს. მეც დავტკვები იქ დასაჯდომ ადგილს გავაკეთებ ჩრდილში. ჯერჯერობით არ მცალია, მაგრამ მოვიცლი. სხვათა შორის, აი ეს ვარდიც წინ უყურეთ, მე რადგან უკან შავი სახლი მაქვს, ვარდისფერი შავს არ უხდება, უფრო თეთრს უხდება. და ამ შავ სახლს მე არ ვუყურებ. როდესაც ვიყურები წინ ვერანდაზე რო ვზივარ და ვუყურებ კლუმბას და კლუმბა მაქვს, აი ესაც, ეს არის ვარდი ბალერინა, თეთრი ვარდისფერით პატარა მუსკუსის ვარდია, ყვავილები აქვს პატარა თეთრი და ვარდისფერი დაყვება. სხვათა შორის ეს ვეგელაც ვარიგატული. ჯერ ეს იყვავილებს, ესაც თეთრი ვარდისფერით მაქვს. ასე რომ თუ მე წინი და აქედან ვერანდიდან ვუყურებ ჩემ კლუმბას, ხო, ეს თეთრი ვარდისფერი ფერები მე არ მიშლის, მაგრამ აი მოდით შევხედოთ. თუ წინიდან ვუყურებ, ეს ფერები მე უკვე აღარ მაწყობს. და მე გაჩვენებთ აი ეს ჯერჯერობით გაზაფხულის ფერებია მხოლოდ. და მე გაჩვენებთ როგორი იქნება ეს ზაფხულში კლუმბა, უკან შავი ფონი მოითხოვს სხვა ფერებს და ეს, ჩემი აზრით, გავითვალისწინე. ძალიან ბევრი ყვითელია ახლა. სპირიაც ყვითელია, Mountain Globe. აი ეს მოყვითალო ტუიები მაქვს ფაქტიურად სულ ყველა მე თავზე. აქვს ესეთი თითქოს დაიპენტაო მზის სხივებიზეთ. ბიზოკარპუსიც, წითელიც მაქვს არეული, ალაგ-ალაგ. ეხა ფერთა გამა უკვე შეიცვლება და გახდება ზაფხულის შესაფერისი. მე ხშირად ვიღებ ვიდეოებს, გამოდის რომ კვირაში ორჯერ მაქვს ვიდეოები და რომ დააკვირდეთ, საკმაოდ იცვლება ეს ყვავილნარი დღიდან დღემდე. სხვადასხვა ყვავილები ამოდის. აქ ჯერ კიდევ ბევრი სიურპრიზი იმალება ამ ყვავილნარში. ჯერ კიდევ ბევრი მოიწონებს თავს. დაველოდოთ და ვისიამოვნოთ. არ ვიტყვი საიდუმლოებებს, პატარა სიურპრიზები მაქვს ჩარგულ ჩაკისილი. ქართულად ნეტა რა ქვია? ვიცოდი რაღაც ჩაწერილი მაქვს. აი ამ ნიადაგ მფარავი მომწონს, იმიტომ რომ აი ძალაში რო შევა მე აქ გამარგვა არ მომიწევს იმედია.
თუმცა ვაკვირდები რომელია უკეთესი და იმას ხმარობ. ცული. ბაღი გამეზარდა ცოტა არ იყოს. უკვე ვიღლები. ეხლა ვართ მაყვლის ბუჩქთან. წესით გაზაფხულზე მე ამას უნდა ამოვუბარო, გავმარგლო, გავასუფთავო, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენი ახლა ჩემი ძალების პატრონმა ეს როგორ უნდა გავაკეთო. ამიტომ არის ესეთი ფანტასტიკური ხერხი. რომ მოვთიბავთ, დავაფინოთ კარდონი. ოღონდ კარდონი უნდა იყოს აბსოლუტურად ჩვეულებრივი, არა ფერადი, არა საღებავებით, არა პრიალა, სკოჩიც უნდა მოვაცალოთ, რადგან ეს ბალახი, ეს კორდონი იქნება მთელი სეზონის ბოლოს კორდონისგან თითქმის აღარაფერი აღარ დარჩება, ასე რომ სკოჩები ცალკე იქნება, ის არ იხრწნება და შეიძლება ტერიტორიაზე გაფრინდეს და ქარმა წაიღოს და გაზონსაკრეჭი მანქანის დისკზე დაეხვიოს და შეგვიქმნას პრობლემები. ეხლა რა შვება კორდონი, ჯერ ერთი რომ მიწა რბილი მექნება, ამის გადაბარვა არ დამჭირდება, ფხვიერი იქნება, სარეველები არ ამოვლენ. მერე კორდონს აქვს ესეთი თვისება, ზემოდან თუ კარგად მე დავმულჩავ, ისე რომ დაიტკეპნება დროთა განმავლობაში სადღაც 5 სანტიმეტრი მაინც დარჩეს, 3-5 სანტიმეტრი ეს ბალახის ფენა. ეს კორდონები ასე ვთქვათ მიიპატიჟებენ ჭიებს, ეს წვიმის ჭიები რომ არის, ხომ იცით ესენი მიწას აფხვიერებენ, ამუშავებენ ამ პროდუქტს, გადაამუშავებენ და გამოყოფენ ბიოჰუმუსს. ბიოჰუმუსი კი ეხმარება მცენარეებს, რომ მიწაში არსებული მინერალები, საკვები, მარილები აითვისოს უკეთ. ანუ ამის ათვისებაში ეხმარება. ასე რომ მე მგონი რამოდენიმე პრობლემას ერთდროულად ვჭრი, მთელი სეზონი მე აქ აღარ დაუბრუნდები ამის გასამარგლად, მხოლოდ საკრეფად და სეზონის ბოლოს გასასვლელად. გასვლა მიდევს ერთ-ერთ ვიდეოში, შორტში თუ არ ვცდები, იხილეთ თუ გაინტერესებთ, ოღონდ ჯერ გასვლა იქნება გვიან შემოდგომაზე და ფორმირება. ამას მეტი აღარ ვეხები. ანუ ერთი ეხლა კრეფა და მერე გასვლა და მიმაგრება всё. მეტი არაფერი ამას არ ჭირდება და აი ეს რასაც ვთქვათ ბაღებში ქმნის მაყვალი, რომ იბუჩქება, რაღაცა პრობლემატური ხდება, თუ ამ პროცედურას ჩაატარებთ, ხომ ესე იგი გაზაფხულზე ამას შემოდგომაზე გასვლას არანაირი პრობლემა აღარ იქნება და მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს ტოტები ყველა არ არის მსხმოიარე. მაყვლის ტოტები, რომელმაც ჩარშა გამოისხა ნაყოფი, ნაკლებად პროდუქტიულია, შესაბამისად გასვლა საჭიროა. ყურადღებით იყავით აი ამ მცენარესთან. ეს არის ახლა უყურეთ ჩემთან მოლში. თუ ამას მე გადავთიბავ, სათიბი მანქანით დავანაწევრებ, გავავრცელებ მთელ ბაღში. ერთადერთი გამოსავალია ეს ცალკე ავიღო, ან ჰერბიციდით შევწამლო, ან რაღაც, ანუ ამას მიხედეთ, თუ ესეთი რამე გაქვთ, არ იხმაროთ გაზონსაჭრელი ან რაღაც სტრიმერი, რაც უფრო მეტად დაკუცმაცდება, მით მეტად გავცელდება. ეხლა მე არ ვიცი ამას ჰერბიციდით არ მინდა შევწამლო. სავარაუდოდ რომ მოვრჩები კრეჭვას მანქანით გადავუვლი, კარგად ავიღებ. შევეცდები ყურადღება მივაქციო, მაგრამ არა, ყველაფერი სისულელია. უნდა ჰერბიციდით შევწამლო ეს ადგილი, რომ მეტი ეს აღარ გავცელდეს. ეს აბსოლუტურად ნებისმიერი მეზობლიდან, არამეზობლიდან ქარმა შეიძლება მოიტანოს და ამას არც ფესვი აქვს, არაფერი არ აქვს, უბრალოდ ესე თავისით პარაზიტულად ვრცელდება და ისე ვრცელდება, რომ ახრჩობს მცენარეებს. აი უყურეთ. აი ბალახსაც კი. შეხედეთ რას უზამს. ეხლა ეს პატარაა. დიდი რო ნახოთ სადმე. ბალახსაც კი ჭამს. ამჯერად დაგემშვიდობებით. იმედია სასარგებლო ვიდეო იყო. გაიგეთ რამე ახალი.
თუ კომენტარი გაქვთ რამე ვთქვათ მითხარით, აი მაგალითად რო ვისაუბრეთ ნარცისების ადგილზე, თუ თქვენი გამოცდილება რაღაც სხვანაირად ხედავთ, მე მგონი გაჩვენეთ ბაღი როგორ გამოიყურება, თუ ამას მომწერთ, ძალიან დამავალებთ და დამეხმარებით. რჩევებსაც ვიღებ. შეიძლება მე რამე არ ვიცოდე, სავარაუდოდ შეიძლება კი არა, ესია ნამდვილად. და რაღაცა თქვენი ცოდეთ, მომწერეთ. იმედია მომიწონებთ ვიდეოს, ვინც არ ხართ გამომწერი, გამოიწერთ არხს. დაგემშვიდობებით თქვენი შაბათის მებაღე, კეთილი სურვილებით, სასიამოვნო დღეებს გისურვებთ.